39 დღე არის დღეს პროტესტის 2025 წლის 5 იანვარი და დღესაც რუსთაველის გამზირი არის გადაკეტილი საპროტესტო აქცია უწყვეტ რეჟიმში კვლავ გრძელდება. ათასობით მოქალაქე დღესაც შეიკრიბა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმისათვის რომ გამოხატონ საკუთარი პროტესტი და კიდევ ერთხელ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ვითარება ახლა ასეთია მოქალაქეები, ათასობით მოქალაქე, რომლებიც ბოლო 39 დღის განმავლობაში გამოდის რუსთაველის გამზირზე, მიიჩნევენ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და მათი შეფასებით შესაბამისად საქართველოს დღეს ყავს არალეგიტიმური პარლამენტი, ამ პარლამენტის მიერ დანიშნული არალეგიტიმური მთავრობა და არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც ასევე მათ მიაჩნიათ, რომ არის არალეგიტიმური. მოთხოვნები იგივე რჩება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და იმ პატიმრების გათავისუფლება, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა საპროტესტო აქციების დროს. დღეს განახლდა პროტესტის ერთ-ერთი ფორმა, მარშის ფორმა, ჩვენ გასულ წელს არაერთი მარში ვიხილეთ და ფაქტობრივად 20 დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ათობით მარში იმართებოდა ხოლმე ყოველდღიურად. სხვადასხვა ჯგუფები, საზოგადოებრივი ჯგუფები, პროფესიის მიხედვით და სხვადასხვა პროფესიის და კულტურის სფეროს წარმომადგენლები იკრიბებოდნენ მარშებით თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე და შემდეგ უკვე მოდიოდნენ რუსთაველის გამზირზე მსვლელობით. ჩვენ გავესაუბრებით ახლა რამდენიმე მოქალაქეს, ვინც მოვიდა დღესაც 5 იანვარს საპროტესტო აქციაზე. მოგესალმებით. მადლობა რომ პასუხობთ ჩვენს კითხვებს. თოზუ გულმამედლი აქტივისტი ის აქტიურად იყო ჩართული გასულ წელსაც და როგორც ხედავთ წელსაც საპროტესტო აქციებში. თოზუ გითხარი დღეს 5 იანვარს რა მოლოდინები გაქვს? ჩვენ ნახეთ რომ წელსაც არც ერთი დღე საპროტესტო აქციის არ ჩავარდნილა, ასე რომ ვთქვათ და ყოველ დღე იკეტება რუსთაველის გამზირზე როგორც გასული 38 დღის განმავლობაში. წელს რა მოლოდინები გაქვთ? რა ფორმით უნდა გაგრძელდეს, როგორ ფიქრობთ პროტესტი? ჯერ ერთი ჩვენ მოკლევადიან იმაში დროში ვერაფერს რო ვერ მივაღწევთ, ეგ ყველამ უნდა ვიცოდეთ რა, აი რაღაცა სიმბოლოები არ უნდა გქონდეს, რაღაცა რიცხვები არ უნდა გქონდეს, რომ 20-ში მოხდება სასწაული, ამ რიცხვში მოხდება სასწაული. სასწაული რა თქმა უნდა მოხდება, თუმცა ჩვენ გვინდა გამძლეობა, გრძელვადიანი სტრატეგია და რა ვიცი, ყოველდღიურად რაღაცა, ანუ როგორი რაღაცა იცით, ის კი არა რომ რაღაცა აი იანვარში აქციებზე ვიქნები და მერე დავალაგებ ჩემ ცხოვრებას. ის რომ ანუ შეიძლება 5 თვე აქ ვიქნები და ესე მოვიქცევ რომ ეს იყოს რაღაცა ჩემი რუტინის ნაწილი. ანუ დღისით რაღაც ჩემ საქმეებს მივხედავ, უნივერსიტეტში წავალ და საღამოს ვიქნები აქ. ანუ ეგ არის მე მგონი ჩვენთვის გადარჩენა ამ ეტაპზე. მადლობა, დოზუ გულმამედლი აქტივისტი საუბრობდა ჩვენს ეთერში. როგორც გითხარით, დღეს განახლდა მარშები და ეს მარშები განახლდა იუმორისტული გადაცემა კაცების ფანების მარშით. ისინი შეიკრიბნენ თბილისში და შემდეგ მსვლელობით მოვიდნენ საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე დღეს გაიმართა საპროტესტო აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ეს აქციაც პერმანენტულ ხასიათს ატარებს და ფაქტობრივად ყოველდღიურად ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იქაც იკრიბებიან მოქალაქეები და ითხოვენ დღის ეთერს. გავივლით ჩვენ ისევ რუსთაველის გამზირზე და შევეცდებით რომ გავესაუბროთ აქ შეკრებილ მოქალაქეებს, როგორც ხედავთ დღესაც 5 იანვარს შეიკრიბნენ აქ მოქალაქეები და რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის არის გადაკეტილი. თხოვ ოპერატორს, გამარჯობა. თუ შეიძლება გითხარით, მივხვდეთ იმისა, რომ საახალწლო დღეებია, ჩვენ ხედავთ რომ 5 იანვარია დღეს და ყოველდღიურად ფაქტობრივად არ შეწყვეტილა პროტესტი არც წელს და იკეტება რუსთაველის გამზირი. პირადად თქვენ რატომ იმყოფებით აქ და როგორი არის თქვენი გზავნილი დღეს? მე ვიტყოდი რომ აქ დგას საქართველო, აქ არის საქართველოს გული დღეს და საქართველოს ისტორია იწერება აქ და ამიტომ არ შეიძლება რომ ვიყოთ სხვაგან. დღეს არ არის ის პერიოდი, როცა ტრადიციულ სუფრებს უნდა ვუძღდეთ და ტრადიციულად ერთმანეთს სადღეგრძელოებს უნდა ვეუბნებოდეთ.
სადღეგრძელოების დრო მოვა აუცილებლად, მაგრამ დღეს საქართველოს გვაქვს დასაცავი და გადასარჩენი. გადასარჩენად კი საჭიროა პირველ რიგში, რომ ის ჩვენი თანამემამულეები, ვინც უკანონოდ არიან პატიმრობაში, აუცილებლად მალე ვიხილოთ გისოსებს მიღმა გარეთ, ისევ აქ ჩვენს გვერდით და აუცილებლად რაც შეიძლება მალე დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები, სამართლიან გარემოში, იმისთვის რომ ეს ქვეყანა დაუბრუნდეს თავის ისტორიულ კურსს, თავის ისტორიულ გეზს, რომელიც არის ევროპისკენ მიმავალი, ევროატლანტიკური სივრცეებისკენ მიმავალი და არამც ჩრდილოეთისაკენ. კი ბატონო, ასევე საინტერესოა შეჯამება მოვისმინოთ თქვენი მხრიდან გასულ წელს ჩვენ ვნახეთ რომ 20 ნოემბერს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია სწორედ ეს მასშტაბური პროტესტი და მას შემდეგ არ შეწყვეტილა. აი, როგორ შეაჯამებთ იმ მოვლენებს, რა მოვლენებმაც აქამდე მოგიყვანათ თქვენ და თქვენი თანამებრძოლები? ამ ხელისუფლების არაადეკვატურმა გადაწყვეტილებებმა, არ ვიცი, საზღვარი არ ქონდა პირდაპირ რომ თქვათ ამ მათ არაადეკვატურ და არათანმიმდევრულ ნაბიჯებს და ზუსტად ამან გამოიწვია ის ბრაზით საზოგადოებისა, რომელიც დღეს აქ ქუჩაში ვდგავართ და ვითხოვთ იმას, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს სწორ გზას, სწორ მიმართულებას, საითაც რომელი გზაც არის ჯერ უპირველეს ყოვლისა კონსტიტუციით ნაკარნახევი, კონსტიტუციით დაწერილი და ამის გადახვევა არის უდიდესი დანაშაული, ეს იქნება ქვეყნის დაღუპვა, ეს იქნება მომავლის წართმევა ჩვენი შვილებისათვის და არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დაუშვათ არც ერთმა ჩვენგანმა, ვისაც კი გული შეგვტკივა ამ ქვეყანაზე და ვისაც კი გვჯერა რომ ერთადერთი სწორი ჩვენი გზა არის, რა თქმა უნდა, ევროპისკენ მიმავალი. მადლობა. მადლობა თქვენ უსმენთ დაპროტესტო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს და ახლა კიდევ ერთ აქციის მონაწილეს გავესაუბრებით. გამარჯობა. გითხარით შეიძლება თქვენ როდის შევერთით პროტესტს და რა არის დღეს თქვენი მთავარი სათქმელი? პროტესტს შევერთი პროტესტის დაწყების დღიდან აქ ვარ, ჯამში 3-4 დღე არ ყოფილა ისიც იმიტომ რომ ამ რეჟიმის დარბევის დღეებმა მოახდინა ისე რომ გაზის კაფსულა გამარტყა და ტვინის შარყევით ვიწექი მხოლოდ 3 დღე და ისევ გამოვედი და დაუდექი ჩემს ქართველებს გვერდში. ჩემი მესიჯი იქნება რომ აქ დგომით ჩვენ შევცვლით მომავალს იმ რუსულ რეალობაში, რა რეალობაში ეხლა ვართ, არ დავრჩებით და პირველ რიგში მე პირადად პირველ რიგში მოვითხოვ იმას, რომ რეჟიმის ყოები იყვნენ თავისუფლები და რა თქმა უნდა ვითხოვთ ახალ ლეგიტიმურ არჩევნებს. მადლობა. მადლობა კიდევ ერთ მოქალაქეს უსმენდით. ამ დღების განმავლობაში ჩვენ ბუნებრივი ასობით მოქალაქეს ვესაუბრეთ, 40 დღე არის პროტესტის გასული და ყველა მათგანის მოთხოვნა არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და იმ პირების გათავისუფლება, რომლებიც ფინანსთა საქმეთა სამინისტრომ დააკავა ამ აქციების მსვლელობისას. კიდევ ერთ მოქალაქეს გავესაუბრებით, რომელიც იმყოფება საპროტესტო აქციაზე. მოგესალმებით. მიუხედავად იმისა, რომ იანვარია სადღესასწაულო დღეებია, თქვენ მაინც იმყოფებით აქ. გითხარით, თქვენ პირადად რატომ დგახართ დღეს აქ და რა არის თქვენი სათქმელი? მე 3 შვილი მყავს, 5 შვილი მყავს, შვილთა შვილებიც მყავს. მე მინდა ჩემმა შვილმა განვითარებულ ქვეყანაში იცხოვრო და არა მონობაში. შვილებმა შვილიშვილა მე რომ მოვკვდები, ჩემი შვილები მინდა მშვიდობიან ქვეყანაში იყო და მშვიდობიანად და გულდადებული მინდა საიქიო წასვლა. არეული ქვეყანაში ჩემი შვილების დატოვება არ მინდა. მინდა მოვესწროს სიხარულს ამ ქვეყნის ამ ახალგაზრდების გამარჯვებას, თვითეულის გამარჯვებას უსურვებ ღმერთმა, ღვთისმშობელმა, შვილებმა გადაგაფაროს მისი ნამაზი კალთა თქვენ დაგიცვათ ყველანაირი გაჭირვებიდან
ღმერთმა წინსვლის ზადეცა და სულ გამარჯვების ზადზე გატაროს ღმერთმა. სიხარული, სიყვარული, სითბო გაერთიანებულ საქართველოს ხედა მიხარია დედი. მიხარია შვილო, ერთად ჩავკიდოთ ხელი ქართველებო, ერთად დავდგეთ ქართველებო, ჩვენი გამარჯვებისა, ჩვენი შვილების, ჩვენი შთამომავლობის გამარჯვებისა, შვილებო, ერთად დავდგეთ, ერთად. არ უღალატოთ ერთმანეთს შვილო. ერთმანეთს ჩაკიდეთ, მჭიდრო იყო საქართველოს, ძლიერი იყო ყოველთვის. ერთად შეკრული იყო დღეს გაერთიანებე მიხარია თქვენი. ერთად ყავნა თქვენი ნახარებს მე. ღვთისმშობელსა ვთხოვ, ღვთისმშობელსა თქვენ გამარჯვებას, თქვენ სიხარულს, სიყვარულს. არ გეღალატონ ერთმანეთისკენ. გაიხარეთ თქვენ. მადლობა. მე მივანიშვილის ხარი არ დამიჭერი არასოდეს, ისე მე მიშას უჭერდი ყოველთვის. მადლობა. მიშას ვინმეს ეწინოს იქ დღესაც მისას. მადლობა. უსმენდით კიდევ ერთ მოქალაქეს, საკმაოდ ემოციური იყო მისი მიმართვა. ჩვენ არაერთი მარში ვნახეთ ამ ბოლო დღეების განმავლობაში, როგორც გითხარით, მათ შორის იყო ასევე ბებია ბაბუების მარში, ახალგაზრდების მარში და სხვადასხვა ტიპის მარშები. აქ იმყოფება კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც ახლა გავესაუბრებით. გამარჯობა, გითხარით, შეიძლება თქვენ როდის შეუერთდით ამ პროტესტს და რის გამოდგა ხართ რუსთაველის გამზირზე? ჩვენ დღეს აქვთ გავართ თითოეული ჩვენი ევროპული მომავლისთვის და ასევე იმ ჩვენი თანამებრძოლებისთვის, რომელიც დღეს სამწუხაროდ უსამართლოდ არიან გისოსებს მიღმა. ეს რა თქმა უნდა ძალიან ტრაგედია. აქ ტრიალებს საოცარი სიკეთე და საოცარი სიყვარული, საოცარი ადამიანები დგანან და სწორედ ეს სიკეთე და სიყვარული გაგვამარჯვებინებს და ჩვენ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვიბრძოლებთ სისხლის ბოლო წვეთამდე. საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და რეჟიმის ყველა უკანონო პატიმარს და ბოლოს მაინც გავიმარჯვებთ. მადლობა. ასეთი იყო მოქალაქეების კომენტარები, შეფასებები, როგორც მოისმინეთ. გრძელდება საპროტესტო აქციები თბილისში და ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში. როგორც მოქალაქეები ამბობენ დღესაც და ამბობდნენ გასული დღეების განმავლობაში, ისინი არ შეწყვეტენ პროტესტის გამოხატვას მანამ სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება და ეს მოთხოვნები, როგორც არაერთხელ გითხარით, არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და იმ მოქალაქეების, იმ პირების გათავისუფლება, რომლებიც დააკავეს ბოლო დღეების განმავლობაში. დაკავებულ პირებზე რაც შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აქვეყნებენ ხოლმე სხვადასხვა სახის ანგარიშს და მათი ანგარიშის მიხედვით 450-ზე მეტი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო აქციების მსვლელობისას და როგორც ირკვევა ადვოკატების ჩვენებებით, ასევე პირების ჩვენებებით, რომლებზეც იძალადეს მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის ნაცემი და აქვთ მიყენებული სხვადასხვა სახის დაზიანებები. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც ახლაც საპატიმროში იმყოფებიან და მათ წინააღმდეგ არის აღძრული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ამ პირებზე ამბობენ უფლებადამცველი ორგანიზაციები, რომ მათ წინააღმდეგ ფაქტობრივად არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს და რომ ეს პირები იმყოფებიან პოლიტიკური ანგარიშსწორების, ისინი არიან პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი. გაჩვენებთ ახლა თუ რა მდგომარეობა ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე 39 დღე 5 იანვარი დღესაც როგორც გასული 4 დღის განმავლობაში 2025 წელს და როგორც 28 ნოემბრის შემდეგ იკრიბებოდნენ რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები დღესაც არაფერი შეცვლილა და იგივე ვითარება რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია და მოქალაქეების კომენტარებით და განწყობებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი არ აპირებენ, რომ შეწყვიტონ პროტესტი, მანამ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.